ქართულ მედია სივრცეში აფხაზეთის თემატიკაზე მეტი ღირებული და მაღალი სტანდარტების, შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული მედია კონტენტის შექმნის წასახალისებლად ახალი პრემია დაწესდა. ჯილდო აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპული ჟურნალისტის ალექსანდრე საშა ბერულავას სახელს ატარებს და ეს ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობისა და მოტივაციის მიმცემია. 11 ნოემბერს საშას სახელობის პრემიის პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. იდეის ავტორი და ღონისძიების ორგანიზატორი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრია. პრემია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიცემა. დაწესდა ჩვენი გმირი ჟურნალისტის ალექსანდრე საშა ბერულავას ჯილდო, საპატიო ჯილდო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯილდო გადაეცემა ყველა ჟურნალისტს, რომელიც შეიტანს წვლილს ჩვენს მშვიდობიან დაბრუნებაში, ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად. რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჟურნალისტის წვლილი ამ პროცესში. შედგა დაჯილდოების ცერემონია, გამოვავლინეთ 4 კატეგორიაში გამარჯვებულები. ვფიქრობ, ძალიან ღირსეულმა კანდიდატებმა მიიღეს პირველი ჯილდო ამ დიდებული ადამიანის სახელობის და მჯერა, რომ ეს პრემია იქნება განგრძობადი ყოველწლიურად 11 ნოემბერს საშა ბერულოვას დაბადების დღეზე ვუმასპინძლებთ ჟურნალისტებს და აფხაზეთელებს, იმ ადამიანებს, ვისაც გული შესტკივათ აფხაზეთის თემატიკაზე. ალექსანდრე საშა ბერულავა აფხაზეთში კონფლიქტის დროს ამოქმედებული პირველი ქართულენოვანი ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო და ყოველთვის ასოცირდებოდა მართალი სიტყვისა და საქმისთვის საჭირო პრინციპულ გადაწყვეტილებებთან. იგი 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობასთან, ჟიული შარტავასთან, გურამ გაბისკირიასთან და სხვა თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა გმირულად. მინდა მაინც დავიწყო მადლიერებით იმათ მიმართ, ვინც მოიფიქრა საშა ბერულავას პრემია. საშა ჩემს მახსოვრობაში სამუდამოდ დარჩა როგორც ძალიან განათლებული, დიდი პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. ის არის ჭეშმარიტი გმირი და ასეთად დარჩება არამხოლოდ ჟურნალისტიკის, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პირველი პრემია გაიცა, საუკეთესოები იქნა შერჩეული. ასე რომ დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებით ემოციური და დიმოქმედა ძალიან ქალბატონ დალის დაჯილდოება. დალი ხომ მუდამ საშას გვერდით იყო სოხუმში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საშა ბერულავა ახსოვთ, საშა ბერულავას პატივსცემენ და ამ ჯილდოს დაფუძნების შემდეგ თაობიდან თაობაში გადაეცემა და ეს ჯილდო და საშა ბერულავას სახელი არ დაიკარგება. კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის იმას, რომ საქართველოში ფასდება ჟურნალისტის შრომა, ნიჭი, თავდადება, ასეთი ადამიანები არ უნდა ავიწყდებოდეს საზოგადოებას და დღევანდელი ღონისძიება ზუსტად ამის დასტურია. კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ჟიურის თითოეული წევრი ალექსანდრე ბერულავას პირადად იცნობდა და მასთან ერთად პროფესია ჟურნალისტიკას ჯერ კიდევ აფხაზეთში ემსახურებოდა. წელს ჟიურიმ გამარჯვებული 4 კატეგორიაში გამოავლინა. სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტისა და მულტიმედია ნამუშევრის ჯილდო სტუდია რეს დამფუძნებელ ჟურნალისტ მამუკა ყუფარაძეს მიენიჭა. ნომინაციაში აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ჯილდო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოხუმელმა ლევან ურიდიამ წაიღო. პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომელიც საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის დაწესდა და ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ახალგაზრდა ჟურნალისტ დეა ბაძაღუას გადაეცა. ძალიან საპასუხისმგებლო დღე იყო და ზოგადად ამ კონკურსის ჩატარება ადვილი არ იყო. იმიტომ აფხაზეთზე წერა, ომზე წერა, ეს ძალიან რთულია. როგორ ვთქვა ახლა ეს, მაგრამ მოუკლეს აფხაზეთის თემაზე წერას. შემდეგ წლებში ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ნამუშევარი იყოს, იმიტომ რომ როდესაც ბევრია ნამუშევარი და ნაშრომი, ეს იქნება სიუჟეტი, სტატია, რეპორტაჟი თუ სხვა რამ, ადვილია არჩევა და შერჩევა. თანაც ერთი დამახასიათებელი თვისება ქონდა ახლა წლევანდელ კონკურსს, რომ უფრო მეტად ახალგაზრდები იყვნენ.
ამიტომ უნდა წავახალისოთ ახალგაზრდები. ჩემთვის როგორც აფხაზეთიდან დევნილი დამწყები ჟურნალისტისთვის არის უდიდესი სტიმული ამ ჯილდოს მიღება და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას ორგანიზატორებს, ვინც ჩართული იყო ამ პრემიის ორგანიზებაში და მიხარია თუ მცირე წვლილს მაინც შევიტან მშვიდობის ჟურნალისტიკაში და ამ დარგში. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, იმიტომ რომ მე ვაგშუქებ კონფლიქტებს. და აი დღეს სწორედ ამ კონფლიქტების გაშუქებაში, სიუჟეტის მომზადებაში ჯილდო გადმომწეს. ეს არის ძალიან საამაყო და ძალიან სასიხარულო ჩემთვის. ეს არის ნამდვილად ძალიან საამაყო პრემია ჩემთვის. ეს არის შენი ჟურნალისტური საქმიანობის შედეგი და ბატონი საშა ბერულავა ჟურნალისტური პრემია გაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი წერო აფხაზის საკითხზე და გააგებიო აუდიტორიას ამ თემასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ქართულ მედიაში ესეთი პრემია, როგორც საშა ბერულავას სახელობის არის, უნდა არსებობდეს. განსაკუთრებით ემოციური იყო ღონისძიების დასკვნითი ნაწილი. ჟურნალისტური საქმიანობა აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტის. ნომინაციაში ცნობილი ჟურნალისტი დალი ჯონჯუა გარდაცვალების შემდეგ დასახელდა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ჟურნალისტი, რომელიც პროფესიას ერთგულად რამდენიმე ათეული წელი ემსახურა. ყველას ძალიან დიდი მადლობა დედაჩემის კიდევ ერთხელ გახსენებისთვის და დაჯილდოებისთვის. გარდაცვალების შემდეგ, 1 წლის შემდეგ, ზუსტად რაღაც სიმბოლური ალბათ ესეც, რომ მიიღებდა დედაჩემი ჯილდოს. ალბათ ძალიან ბედნიერი იქნებოდა, უდიდეს პატივს სცემდა ბატონ ალექსანდრეს. ნომინაციაში გამარჯვებულებს ფულად ჯილდოსთან ერთად პრემიის სპეციალური სიმბოლო. აფხაზეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მცენარის ევკალიპტის ფოთოლი გადაეცათ. ხალხმრავალი საღამო ემოციებისა და მოგონებების ფონზე მიმდინარეობდა. ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემია წელს პირველად ჩატარდა და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ის ყოველწლიურად სიმბოლურად ჟურნალისტის დაბადების დღეზე, 11 ნოემბერს გაიმართება. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი კი პრემიის მოსაპოვებლად ახალი განაცხადების მიღებას 2025 წლიდან დაიწყებს.